1001 ღამე. გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა. გილოცავთ. გმადლობთ. კარგად გაერთეთ. როგორ ხართ მშვენიერებო? მიხარია თქვენი ნახვა. როგორ არის საქმე? რა მეგნებავთ? გმადლობთ. ყველაფერი არაჩვეულებრივია. კარგად ვერთობით. ძალიან კარგია, მიხარია რომ მოხვედით. დიდი მადლობა. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. გმადლობთ. გამოდი საყვარელო. გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობათ. გამარჯობათ. გილოცავთ. გამარჯობა. მიხარია თქვენი ნახვა. გილოცავთ. გამარჯობა, მიხარია თქვენი ნახვა. იქაც მოვალ. მიხარია რომ მობრძანდით. გამარჯობათ. როგორ ხართ? კარგი დრო ატარეთ. გამარჯობა. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. საყვარელო, წამოდი. Güzel şey. ქერემი სად არის? საქმე გამოუჩნდა და წავიდა. მართლა საწავიდა? მალე მოვა, არ ინერვიულო. მალე დაბრუნდება. რამე პრობლემა აქვს? არა, ნუ ღელავ, მალე მოვა. რა ლამაზი ტორტია? საწავიდა? მალე დაბრუნდება, ნუ ღელავ. ტორტი ნახეთ? კი, ნახე, მომეწონა. ლამაზია. ძალიან ლამაზია რა? მე ძალიან მომეწონა. ონურ, ძალიან ლამაზია. ო, ნახე, კარგია. მე ძალიან მომეწონა. ონურ. როგორ ხართ? კარგ დროს ატარებთ? ონურ. შაჰრაზად. ონურ. საყვარელო. ონურ. შაჰრაზად. ონურ. შაჰრაზად. საყვარელო. შაჰრაზად. საყვარელო. ახლოს არ მიხვიდეთ. მიხრიბან ბავშვები წაიყვანე. საყვარელო. ონურ. რა ხდება? შაჰრაზად.
koyduk şimdi buna? რა გავუკეთეთ? კვერცხი გამაფხვიარებელი ფქვილი Bir de şeker. და შაქარიც. Esmer şeker. ავისფერი შაქარი. ამდენი საიდან იცით? ჩემმა ბიჭმა ყველაფერი იცის. მიდი მაცევრიდან ალუბლები გამოიტანე. Vişneli mi ალუბლები koydun? უნდა გავუკეთოთ? რა თქმა უნდა. Komik oldu. ასასაცილო ხარ? მოდი გაგალამაზოთ. შენც სულ ალუბლებიანი ხარ. აი ასე. შვენიერია. ლამაზები ხართ. აქ რა საკეთებთ? კრემებით ვერთობით. სახეზე რა მოგივიდა? ონურ, ძალიან სასაცილო ხარ. მართლა? ო, მართლა. აქ მოდი. ეს შენ. ესეც შენ. შენ მოდი. არა. მოდი. არა. მოდი აქ. Aa, süper ya. რა მაგარია? წადით ხელფერი დაიბანეთ, გაიქაცით. თუდი არ არის? მე მომამზადე. ძალიან გემრიელია. Sevgilim ben საყურელო, ექიმს დაურეკე და ორ შაბათს ვიზიზე ჩავეწერე. ონურ, გთხოვ ამ საკითხზე ლაპარაკი არ მინდა. შახრაზად, აქ რა ხდება? ომი მოხდა? ხო, კრემის ომი. ონურმა წააგო. დაგეხმარები. რა საკეთებ ფიქრებან? Geç kalıyorsun. და გაგვიანდება შენ წადი. Şehrazat. შახრაზად, Hiç içimden წასვლა არ მინდა, იქნება არ წავიდე. acaba? რას ამბობ, უნდა წახვიდე? მე კარგად ვარ. ჩემზე არ ინერვიულო, არ დაგავიწყდეს კაბადოკიაში საჰაერო ბურჯი ჩაჯექი. ძალიან სასიამოვნო ყოფილა. Hadi hadi. მიდი, წადი. მინე საყვარელო უკვე მე რამდენი წერილს გწერ ყოველდღიურად სინდისის კეჭნა მაწუხებს რომ ამ ხელატკივილი მოგაყენე ყველგან შენ გეძებ მინდა კიდევ ერთხელ გნახო რომ ფეხებში ჩაგივარდე და პატიება გთხოვა მევედრები რამე მომწერე Daha 3 gün oldu ayağa. ჯერ მხოლოდ 3 დღეა რაც ფეხზე წამოდგა. Uzansa yaxşı olar. ცოტა დასვენება სჭირდება, საერთოდ არ ისვენებს. görüyorsun. ხომ ხედავ არ მისმენს. Güçlü უნდა დაგოჯეროს რომ ძლიერია და ყველაფერი გადალახა. ხომ იცნობ შახრაზადი ყოველთვის ასეთი იყო. ეი და მიხრიბან. მინე გემუდარები რამე მაინც მომწერე მომწერე რომ გძულ ვარ და არასდროს არ მაპატიებ მთავარია რომ მომწერო გთხოვ Canım. ჩემო ძვირფასო, Şehrazat. შახრაზად, Canım bacım. ჩემო საყვარელო. ძვირფასო. Onur Bey. ბატონო ონურ, ლილიპუტ, კინაღამ დამოვიწყდა შენთვის მეკოცნა. მიდი. Güzel bala. ჩემო ლამაზო, Canım. ძვირფასო. Hadi tur arkadaşların seni bekliyor. ზადი შენი მეგობრები გელოდებიან. კეთილი მგზავრობა. რომ ჩახვალ დამირეკე, კარგი? კარგი. Kaan dur. კან მოიცადე დამელოდე. yerine რა ar. მეკთივა? ონურ საკმარისია, კარგად ვარ. რატომ არ გჯერა? Tamam sonra. კარგი აღარ გითხავ. Kerem. Kerem. Akşam yemeği. ვახშმათ რა Sen yine bunu... ისევ წერილებს კითხულობ. ნუ ღარ კითხულობ. Ya bırakır გეყოფა. ხელი არ ახლო Kerem. კერემ საკმარისია, თავი დაანებე წარსულზე ფიქს. ყველაფერი დაივიწყე. თავი როგორ დავანებო მეგონა მამაჩემმა დედა მიატოვა და წავიდა სინამდვილეში კი უამრავი წერილი მიუწერია ევედრებოდა რომ ეპატიებინა დედას კი პასუხიც არ მიუწერია Ne oldu? რა მოხდა კერემ? Kerem ne oldu? რა მოხდა? Konuşsana. კერემ მითხარი რა მოხდა? Kerem. კერემ? Kerem. კერემ? Kerem. კერემ? Kerem. კერემ? Kerem dur. კერემ მოიცადე. Kerem. კერემ? Beğendin değil mi? აქავრობა მოგწონს? Tabii ki beğendim. რა თქმა უნდა მომეწონა. Ama yani... მაგრამ წინასწარ რომ ცოდნო და მეც დავინტერესდებოდი. isterdim. Nesiyle? რითი დაინტერესდებოდი? İç mimar. ინტერიერის დიზაინერს ვესაუბრე და ყველაფერი მომგვარე. Ne bileyim. რა ვიცი, იქნებ რაიმე რჩევა მიმეცა. Dedim diye. Halil ბატონი Efendi ჰალილი სამსახურში მიღებამდე ჯობდა მეც გამეცნო. Niye tanıdın? რატომ უნდა გაგეცნო? საყვარელო, ის ჩვენი სახლია. Burası bizim. ბავშვებთან ერთად ცხოვრობთ. Çocuklarımızla yaşıyoruz. თოდია რომ ჩვენი სახლის მომსახურე პერსონალი Ne გავიცნო. olur? კარგი, შემდეგში პირველ რიგში შენ გაგაცნობ ნუღელავ. არ გინდა ასე ნუ მილაპარაკები. ცდები საყვარელო. Gerçekten. რა, მართლა არ მოგწონს? Nasıl? როგორ არ მომწონს?
Bir kere sen çok შენ ძალიან გემონებიანი კაცი ხარ. öyle olmasın. ასე რომ არ იყოს, სულად ხომ არ მომიყვანდი. ასეა. Ayrı. თანაც თანაც? დავარია შენ იყო ჩემ გვერდით. კარავშიც კი ვიცხოვრებ. Çok seviyorum ki. ძალიან მიყვარ ხარ. კერემ, გამარჯობა. ბურაკზე რამე ხომ არ გაგიგია? ისე ვისვენებს. რას ნიშნავს ისე ვისვენებს? თავი ვინ გონია, კერემ? მაშინ არამე სისულელი არ ჩაიდინოს. ესენი გახსოვს? რადეპოვე. ესე იგი იცოდე. ასეც ვიფიქრე. არ მომიყვები? კერემ გთხოვ. ახლა ამის დრო არ არის. უფრო დიდი სანერვიულო გვაქვს. არა, მე მხოლოდ ეს წერილები მაინტერესებს. ჯერ ყველაფერი უნდა გავარკვიო. კერემ, მომიყევი. ყველაფერი მომიყევი. ისე მამა შენსერ? აბა რა გავაკეთო? საკმარისია საყვარელო. ყოველ წამს არ შეიძლება უთხრა რომ კარგად ხარ. Burak meraktan ბურაკ, ნერვიულობისაგან გინდა გული გაუსკდეს? იცის რომ კარგად ხარ. ისვენებ. საკმარისია, მეტი რა უნდა? თავს დამნაშავედ გრძნობ? hisset. არ უნდა ვიგრძნო? Babamdan gizli დაფიქრდი. evlendim. Ya bir düşün. მამასგან ფარულად გავთხოვდი. Öğrendim. არც კი ვიცი რომ გაიგებს რასიზამს. ნუ ნერვიულობ გეყოფა. ცოტა გაგიბრაზდება. ინერვიულებს. მერე კი შეეგუება. სხვა რას იზამს? ჩემო თკბილო. ჩემო ლამაზო ცოლო. დედამ უკან რატომ გაუგზავნა? მამას რატომ არ აპატია? მომიხევი, ამიხსენი მეთქი. ამიხსენი. კმარა, საკმარისია, კერემ. დედა შენს ეს წერილები არ უნახავს. როგორც კი შევიტყეთ, რომ ორსულად იყო გადაწყვიტეთ, მინე იზმერში გაგვეგზავნა. ვინ გადაწყვიტეთ? ბებია შენმა და მე. შეუძლებელი იყო სტამბოლში დარჩენილიყო. მოცელი ეზრდებოდა. მორალურად ცუდად იყო. ჭორაობას ვერ გაუძლებდა კერემ. იზმირში რამდენ ხანს ცხოვრობდა? შობიარობამდე. იქ დავიბადე? ხო, კარგი. იქ ჩაიდინა თვითმკვლელობა. მითხარი. ესენი როდის მიიღეთ? პირველი წერილი მინეს იზმირში წასვლის შემდეგ ერთ კვირაში მივიღეთ. გახსენი და წაიკითხე. ჩემს ადგილას ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. მერე? წერილი იმავე მისამართზე უკან დავაბრუნე. მაგრამ წერილებს ამის მერე ისე ვიღებდით. ხო, 6 თვის განმავლობაში კვირაში 2 წერილი მოდიოდა. მერე აღარ ხსნიდი. ყველგან ერთი და იგივე ეწერა. ყველა უკან გავგზავნე. მერე აღარ მოუწერია. რატომ არ დაახია?
მინდოდა ეს კაციც დატანჯულიყო. ცოლიანი უსინდისო კაცი იყო, ჩემს დას ბოლო მოუღო. მინდოდა ეფიქრა, რომ წერილები მინემ გაუგზავნა უკან. დაენერვიულა. მაგრამ ყველაზე მეტად დედამ განიცადა. ერემ გთხოვ. დედამ თავი იმიტომ მოიკლა, რომ ეგონა მამამ დაივიწყა. იფიქრა, რომ მამამ მიატოვა, ამის გამო მოკვდა. თავი ამის გამო მოიკლა. არა, კერემ, არა. შენი აზრით, დედა ჩემის მკვლელი ვინ არის? ვინ? კერემ, არა. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. დამიჯერე, კერემ. შვილო, კერემ. შვილო. შვილი აღარასოდეს დამიძახო. მე შენი შვილი არ ვარ. არ გაბედო. აუცილებელია მამა შენთან რომ წახვიდე. ო, გაიწვია. არა. კერემ უკვე ზედმეტი მოგდის. რა? მოდი ესენი დავხიოთ და გადავყაროთ. დავივიწყოთ. ბენო, ეს ამტკიცებს, რომ მამა ჩემი უსინდისო ადამიანი არა. თავის შეცდომას ძალიან ნანუვდა. ხვდები? კერემ შენი საქციელით ქალბატონ სევალს გულს ძალიან წკენ. ეთკინოს. ცოტა ქალბატონმა სევალმაც ინერვიულოს. კერემ. მივხვდი შვილად, რატომაც ამიყვანა. სინდისი გეჯნიდა. დედა სიკვდილში თავსი დანაშაულებდა. და თავისთან. ამიტომ წამიყვანა. კერემ, ვერ ვიჯერებ. ამას როგორ ამბობ? ხოლო საკუთარ ტკივილზე ფიქრობ არა? წარმოიდგინე, მე რას განვიცდი შენ რომ ასე იქცევი. არც კი გაინტერესებს ეზენის გამო მელექს რისი გადატანა უწევს. ჩემი საერთოდ არ გესმის, ბენო. საერთოდ. Sezen. Sat xar şulo. Sat xar. Tatlı da çok güzel. ძალიან გემრიელი დესერტია. ერთი წუთით? ვინ გირეკავს? მამა შენია? ხო, კეთყობინებების გაგზავნა მერჩივნა, ახლა მისი ხმის გაგონებაზე? უპასუხე, მიდი უპასუხე. თუ შეიძლება გაჩვმდე. კარგი, მიდი. ალო? მამიკა? Sezen. Şulo. მამა, კარგად ხარ? Არა. ძალიან მომენატრე Sezen. მე ძალიან მომენატრე მამა. შვილო, როდის ზრუნდები? უკვე 10 დღე გავიდა. Tamam baba. ო მამა, მალე დავბრუნდებით. მიდი უთხარი, რატომ არ ეუბნები? მიდი ყველაფერი უთხარი. მაგრეთი ცხოვრა, ფული სათქონდა. არ გამაგიჟო Sezen. Ya dedim ya. მომგითხარი, მე და ჩემი მეგობრები ანიმატორებად მუშაობთ. Diyoruz diye. შენ როგორ ხარ? Asıl sen nasılsın? რას აკეთებ? არაფერსაც არ ვაკეთებ, სულ მარტო ვზივარ. უშენოდ აზრი არაფერს აქვს. უკან დავრუნდი, Sezen. Tamam baba. Dönüyoruz. კარგი მამა, მალე დავბრუნდებით. Seni çok öpüyorum. ბევრს კოცნი. Söyleyemedim. ვერ ვუთხარი. Yine söyle. ისევ ვერ ვუთხარი.
კარგი, ნუტირი სტამბოლში უთხრათ. Burak İncioğlu არ არის? Evet o. ის არის. ის გოგო ვინ არის? ალო კარგი მოვდივარ კარგი მეთქი 15 წუთში მანდ ვიქნები როგორ მოგწონთ? Ძალიან ლამაზია, ძალიან. მოგწონთ არა? მშვენიერია. ხო, დედა ძალიან მოეწონება. ხო, ძალიან გავს. ხო. მისაღებში კარგ ადგილას ჩამოგიდებს. არ გვაძლევს დედა, მოდი დავთანხმდეთ, რამდენი დღეა განერვიულებულები ვხედავთ. არა, ეგაც იფიქრო. ვეღარ ვუძლებ, მოსახდენი მოხდეს, ყველაფერზე დათანხმდი. რატომ, ქუჩაში კი არ მიპოვიხარ? დედა ძალიან ლამაზია. ხო, ძალიან. გოგოებო, თქვენ ოთახში წადით. კარგი, კარგი. ძმაო ბურხან, ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ. მინდა ეს საქმე მოვაგვაროთ. შენც ხომ ხვდები, რომ ასე ვერ გავაგრძელებთ. Kayseriში მაღაზიასა და ბინაზე თანახმავარ. Taşan'dan 3 dükkan demiştin ama. Taşxanში 3 მაღაზია მინდოდა, მაგრამ არა უშავს ერთი იყოს, თუმცა სუადეიში ერთი ბინა აუცილებლად მჭირდება, სულ ესაა. ხვალ რეესტრში წავიდეთ და ეს საქმე მოვაგვაროთ. ისევ ნერიმან. არ მესმის, რატომ არ გრცხვენია? შენ ნუერე ვირძალო. ჩემ შვილს ახალგაზრდობა წაართვით. შენთვის ეს ხომ არაფერია? ესე იგი თაშანში მაღაზიაზე თანახმახართ. ო, სხვა რა გზა გვაქვს? სუადიეში კი ბინა გინდათ. ხო, მაგრამ ზღვის ხედით უნდა იყოს. სუდი მხარე არ აგვირჩიო. შენ მითხარი კაისერიში მაღაზია და ბინა მინდაო? ხო. არც იმად გაძლევთ. საერთოდ არაფერს მოგცემთ. ხო მითხარი კაისერიში? გაჩვენდი. იმისთვის არ მიშრომია რომ ქონება თქვენერ უსაქმურებს დავუტოვო. უსაქმურს ვის ეძახი? გაჩვენდი. დედა, აქედან წადით. არც ერთის დანახვა არ მინდა. ბატონო ბურხან, გთხოვ. თავიდანებე დედა, მასთან ლაპარაკი შეუძლებელია. ახუგონს მოდი. ერთ კურუშსაც არ მოგცემთ. ყველაფერი დამთავრდა. ახლა ვეწადით აქედან. ბრძალო უთხარი მოგცეს. გთხოვ, ძმაო ბურხან. ალო. ემუდარები, მოგვეცი. ჰუსეინ მე ვარ. ბურხან ევლიაოღლუ, ხვალდილით აღიღავი. ალი ქემალი ცოლ შორდება. კარგი. 8-ზე მოდი. ხვალ. აქ აღარ დაგინახოთ. ანუ რძალს ქუჩაში აგდებ? ვინ რძალი? ვინ რძალი? ნახავთ როგორ ინანებთ. გიჩივლებთ. სადაც გინდა წადით. რაც გინდათ ის გააკეთეთ. არ გინდა ძმაო ბურხან, არ დაგვჩაგრო. კარგი, გადავიფიქრე. ისე მოვიქცევი როგორც გინდა. კაისერიში 2 მაღაზია და 1 ბინა მოგვეცი. თანახმავარ. მოვედი. Baba. Mama. Ne olur kıl garigare.
გამომართვი, სადგურში წაიყვანე და ბილეთები უყიდე. ავტობუსში ჩასვიდე და დაბრუნდე. როგორც მიბრძანებთ? გვეგონა წესიერი ადამიანები იყავით. რა სირცხვილია? გთხოვენოდეთ, ევლია ოღლოების გვარს როგორ ატარებთ? საკმარისია, დრო წახვიდე, თავი მოგვაბეზრე. ჩემი გოგონა გააუბედურეთ. იმ ქვეყნად ვერაფერს წაიღებთ. მთელი ქონება აქ დარჩებათ. ადამიანობა გამოვიჩინეთ. რამდენი რამ შემოგთავაზეთ, მაგრამ არ დათანხმდი. უსინდისობა გამოიჩინე და ბევრი რამ მოისურვე. ჩვენი ცოდვით ვერ გაიხარებთ. ღმერთ შევევედრები, რომ დიდხანს დაიტანჯოთ. ღმერთო, ბედნიერება არ გიღისოთ. ჩემიო? რა თქმა უნდა. მე რომ ჯერითი არ ვიცი? ისავლი, ეს ბატონი დაგაჯენს და გასწავლის. ჩემო ლამაზო, შვენიერო. ძვირფასო. ონურ მომნატრები ვარ. რა თქმა უნდა მოვენატრე. ძვირფასო, კარგი გავისეირნოთ. ჯარაზად საყვარელო. საავადმყოფოდან ახალხან გამოხვედი. კარგად ვარ. აქ მოდი. საყვარელო, გთხოვ. ონურ რესტორანში შევხვდებით, მე კარგად ვარ. აქ მოდი. ჩემო გოგონა, შვენიერო. წამოდი გავისეირნოთ. სულელი ხარ, სულელი. კაც თავი როგორ ვერ შეაყვარე. მე არ დამიჯერე, ახლა რა სიზამ? ხედავ? ჩემოდანი მოგწეს და კაისერიში გაგიშვეს. ზედმეტი არ უნდა მოგეთხოვა, ჯიუტად არ უნდა მოქცეულიყავი. ყველაფერი ხომ შენთვის მინდოდა. კარგი გეყოფა ამაზე ლაპარაკი. მათ დალაპარაკი შეუძლებელია. წყალს არ მოგაწოდებენ. ღმერთმა არ დამაჭირვოს მათი დახმარება. ვიცი როგორც მოიქცევი. რეპუტაციას შევულახავ. ადემ, ტაქსის გაჩერებასთან გამიჩერე. სადგურში არ მივდივართ? ჩემი მკითხავს. გააჩერე, უნდა გადავიდეთ. წამოდი დედა. რა ხდება, ახო, გაგიჟდი? არაფერია. გადმოდი. შენ ჩემოდნები წამოიღე. ღმერთო, რა ხდება? სანამ რაც მეკუთვნის იმას არ მივიღებ, კაისერში არ წავალ, წამოდი. დავიდნენ ის უსახმურები. გაჩუმდი, ასე ნუ ამბობ. დავხედები. აქ აღარ დავინახო. ამაზე ერთი სიტყვის გაგონებაც აღარ მინდა ბატონო ბურხანი. ალი ქემალმა ადვოკატი ნახოს და თვითონ მოაგვარონ განქორწინების საკითხი. კალბატონო ნადიდე, რაღაც მინდა კითხო, ოღონდ სიმართლე მითხარი. იცოდი ფიუსონმა სურათი რომ დაახატინა. რამდენჯერ უნდა გითხრა? უნდა მასწავლებლისთვის ერთი სურათი დაეხატინებინა. მეც ნება დავთე. რა არის ამაში ცუდი? ჯობს მხატვარი ჩვენც ვიპოვოთ და ჩვენც დაგხატონ. რა? საოჯახო ფოტოსავით იქნება. სამეფო ოჯახი ხომ არ ვართ? ჩვენ მივდივართ. მიდიხართ? ო, მივდივართ. მოიცადე, ჩვენც მოვდივართ. შენც მოდიხარ? ო, ბურჩინი მომენადრა. გვალობ. არაფერს. მამა ძალიან მომშვიდა. მეც. ძალიან. დედას არ დაველოდოთ? კარგი შევუკვეთოთ, იმედია დედაც მალე მოვა. მენიუ მოგიტანოთ? არ არის საჭირო, უკვე ვიცით რასაც მიირთმევენ. კატლეტი და კარტოფილი, არა? ჰა. ახლავე? გამარჯობა, მე ხუნერი ვარ. განის თანამშრომელი. მის მოსანახულებლად მოვედი. არ ვიცი რამდენად სწორად მოვაგენი. აქ ცხოვრობს?
დიახ. პუდინგი მომამზადე და მოვუტანე. არ შევაწუხებ. მე წავალ. მოულოდნელად ჩავფიქრდი ბოდიში. შემოდით, განის სახლშია. გამოგართმევ. გმადლობ. მოდი. განი ნახე ვინ მოვიდა? განი რა მოგივიდა? რა ვიცი, ასე მოხდა. მათში ვქონდა მოულოდნელად ფეხი გადამიბრუნდა და ვიღრძე. ახლა კი აქ ვარ ზამოგორებული. ძალიან მწუხვარ. სერიოზული არაფერია. ერთ-ორ კვირაში შევძლებ სიარულს. ბონერმა პუდინგი მოგიმზადა. რატომ შეწუხდი? მადლობ. რა შეწუხება? დაჯექი. დედა, გამარჯობა. მოდი. გამარჯობა ფიოსონ. გამარჯობა ფიოსონ. გამარჯობა. უნერი განის თანამშრომელია, მის სანახავად მოვიდა. გამარჯობა. არ ადგე შველო იწექი, არ ადგე. უკეთო მხარ. რა ვიცი, ჯერ ისე ვერ ვდგები. დივანზე წავა მოგბერძდა? ძალიან პრინცესა. დედა, ნახე რა მოგიტანეთ. რა ხდება? მოიცადე ბურჯუ, ერთად მიცეთ. სიურპრიზი. ეს საიდან გაქვთ? სელი მასწავლებელმა გამოაგზავნა. ჩვენ კი ჩარჩოში ჩავსვით. ლამაზე არა? ხო. მე წავალ. რას ამბობ შვილო? ჩვენ გამო ხომ არ მიდიხარ? არა, რას ამბობთ? დაჯექი, ახლა ხან მოხვედი. ანუ დარჩე? დარჩი. აკაურობა ჩემზე კარგად მოქმედებს. გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა, ქალბატონო შახრეზად მიხარია თქვენი ნახვა. როგორ ხართ? კარგად. დიდი ხანია ცხენზე აღარ მეჯერითია. ცოტა დავიღალე. გემრიელად მიირთვით. გმადლობთ. გემრიელად მიირთვით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დედა, სად იყავა შანსავ ნერვიულობდით? სანერვიულო არაფერია შვილო. ცხენზე ჯერითი ისე მომნატრებია, არაჩვეულებრივი იყო. საჭმელი უკვე გიჭამიათ. ჭამეთ. ცხენების გამოსაყვებად უნდა წავსულიყავით, მაგრამ შენ გელოდებოდით. კარგი, წავიდეთ, ნუ ღარ მოვიცდით. ცხენებს ვაშლით საჭამეთ. გამომართვით. გაჭმევთ. ხილად იყავით შვილო. ძალიან მომშიებია. შაჰრაზად, რას აკეთებ? რას აკეთებ? რამდენი ხანია ცხენი ჯირითო? საავადმყოფო მოხდა ახალხან გამოხვედი, უნდა დაისვენო. კარგად, ვარაუნორ, ნუ ხელავ. კარგად რომ არ ვიყო, ცხენზე არ დავჭდებოდი. არ მესმის, რატომ ბრაზდები? აქ ყველა ერთად მოვედით. შენ კი მარტო წახვედი. ესე იგი, თავი პრობლემა ეს არის. წავედი და მარტო ვიჯირითე, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაფერ შუაშია. სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს. ასეა, მიდი მითხარიო ნუ რა არ მომწონს ჩემ გარეშე შენს ნებაზე რომ დადიხარო. ჩემ ჯანმრთელობას ნუ იმიზეზებ. ახლა ამის გამო უნდა ვიჩხუბოთ. მე არ ვჩხუბობ, შენ ხარ გაბრაზებული. ჩემს გოგონას რა კარგად წინავს. ძალიან მენატრები ხოლმე. პოსტით მოვიდა. რა? სურათი. და კიდევ ეს იყო. მამას რა უთხარი? უთხარი, მე მივეცი ამის უფლება მეთქი. გამომართვე.
მადლობას ვუხდი იმ ადამიანს, ვისი პორტრეტიც ყველაზე ლამაზი იყო, რაც კი აქამდე შემიქმნია. მადლობა თქვი იმ კაცმა სისულელეები, რომ არ დაწერა. რაც მოხდა ის, რომ დაეწერა, შენ შვილებს მხოლოდ სიზმარში ნახავდი. მამა შენს ეს მცირედიც კი არ მოეწონა. მითხრა გათხოვილ ქალს მადლობას რატო მოხდისა. ძლივს დავამშვიდე. დედა, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადა. მაინც გაიგებდა ჯობია მეკითხრა. აჰო სახლიდან წავიდა. ალი ქემალი ხვალ განქორწინებაზე განცხადებას შეიტანს. ალი ქემალი შენთან რომ მოდის გახარებულია ხოლმე. ამას ვამჩნევ. მაგრამ რადგან ცოლს ეყრება, არ იფიქრო რომ ცოლად გაყვები ფიოსონ. ვერავინ რომ ვერ გაიგოს. ღმერთმა მაინც ყველაფერი იცის. არიტირო. არიტირო მეთქი. ცოდვას ცოდვით ვერ გამოასწორებ. მოდი საყვარელო. ჩემო ძვირფასო. ასეთი ძუნწი ადამიანები არ მინახავს. იმედია თავის ქონებას ვერასოდეს გამოიყენებენ. ჩვენ აქ უმოქმედოდ არ ვიქნებით დეიდანერიმან. სამაგეროს გადავუხდით. ციბრაზისგან ვკანკალებდით. უნდა გენახა რა დღეში ვიყავით. თავი ვინ გონიათ? ნერიმანი არ ვიყო თუ ის ბურხანევლია ოღლუ არ შევარცხვინო. თამერი ყველაფერს მოაგვარებს დედა. რა თქმა უნდა დეიდანერიმან. ასე როგორ შეიძლება? კანონიერ ცოლს გარეთ ვერავინ გამოაგდებს. ნაცნობები ჩვენს გვყავს. საუკეთესო ადვოკატებს ვიცნობ. სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა, უკვე ველაპარაკე, ნუ ველავ. შვილო, ადვოკატს უთხარი, ყველაზე მძიმე მუხლით აღძრას საქმე. შენ მაგაზე ნუ იდარდებ? პასუხს აუცილებლად ვაგებინებ. ძმაო თამერ, რა კეთილი ხარ? შენ რომ არ ყოფილიყავი, რა უნდა გვექნა? თამერ, შეგიძლია ერთი წუთით მოხვიდე? რა საკეთებ? ამათი საქმეები რაში გვაინტერესებს? რა მოხდა? ამ საქმეს თავი უნდა დავანებოთ. ახლა დედამისი რა გვაკლდა? შვილო, აქ უნდა დავრჩეთ? ჩვენ სახლში დავბრუნდეთ. მოვკვდები და კაისერიში არ დავბრუნდები. ასე არაფერი გამოვა. სხვა გზა არსებობს? ხომ გაიგონეთ ამერმა რა თქვა? მითხრა დაგიხმარებითო. ყველაფერს ხომ არ მივატოვებ და უკან ხომ არ დავბრუნდები? კარგი, მაგრამ ჩვენ სახლში წავიდეთ. სასამართლო რომ იქნება, მაშინ ჩამოვიდეთ. შენ თუ გინდა წადიდე და მე აქ დარჩები. რაც მეკუთვნის, ის უნდა მივიღო. როგორც გინდა. კარგი იქნება შენც თუ წამოხვალ, მაგრამ ჩაი კიდევ ხომ არ დაგისხათ? ერთს კიდევ დავლევ. ყველაფერი რიგზეა, ხო? შენი წყალობით, ძმაო თამერ. გმადლობ. რა მოხდა და? არაფერი. რატომ ტირე? ისე. მოიცრად ხასიათი გამიფუჭდა. ჩემი გოგოები იქ არიან. მე აქ ვარ. ხანდახან ძალიან მიჭერს. შენ რატომ დადიხარ? ფეხი გაგისივდება. დაჯექი. უკვე უკეთ ვარ, ისედაც სულ წევარ. უნდა დაწვე. მე მოგივლი. მე რომ არ ვიყო მაინც მოგივლიან, მაგრამ
ის უნერი რა საყვარელი გოგო ყოფილა. ეგ რა შუაშია დაო. არ გინდა მე კიდევ ვფიქრობდი ეს ზარმაცის სამსახურში ასე მონდომებით რატომ დადისმენთ. უნერის გამო არ დავდივარ. თავში ჭკუა თუ გაქვს ეს გოგო არ უნდა დაკარგო. მე გაგაფრთხილე. Sezen. Sezen. Aykut. Aykut. Diye Aykut'i. Tilki döndü Bir yere de mayın sisem şentan mı Yanına geri geldi işte. Hadi. Gel yerime menedre. Şimdi. საყვარელო. ხელი გამიშვი. ბენო. საკმარისია. საკმარისია? ამას მე უნდა გეუბნებოდე. ხო ბენო. გამათისთავი არ მაქვს. რა თქმა უნდა შენ არის კამათო. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღო როგორც გინდა ისე იცხოვრე. აუცილებელი იყო დედა შენისთვის იმ წერილების გამო პასუხი მოგეთხოვა? დედა ჩემი არ არის. ალბათონი სევარი დედა ჩემი არ არის. დედა შენია. ქალი რომელმაც საკუთარ შვილად გაღიარა და დიდი სიყვარულით გაგზარდა. მაგრამ ისი მიზეზით დედა ჩემმა თავი მოიკლა. კერემ ნუსულელობ, უბრალოდ ქალბატონ სევალს უნდა დედა შენი მამა შენისგან დაეცვა. ამიტომ არ მისცამა ჩემს პატიების თხოვნის უფლება. კარგი, რაც გინდა ის გააკეთე. ყველაფერი თავდაყირა დააყენე. დედა შენმა ინერვიულოს ოჯახი დაინგრეს. ბურაკის აქციელზე კი თვალი დახუჭა. კარგია. თავარ საკითხამდეც მიხვედი. დავრი თემა ეს არის, ხომ ასე? ბურაკი. ისიც ერთ-ერთი საკითხია, მაგრამ მე უფრო შენზე ვნერვიულობ. ასე არ არის. შენ ჩემ გამო არ ნერვიულობ. მელექსე დარდობ. ორივეზე ვნერვიულობ. ბურაკი მელექ სეზენის გამო კი არა, სხვა გოგოს გამო რომ დაშორებოდა, დამნაშავე ისევ მე ვიქნებოდი ბენო. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ბურაკის გონზე მოსაყვანად რამე გვეღონა. ან მელექის გრძნობებს შენთვის რამე მნიშვნელობა ექნებოდა. შენთვის მთავარი საკითხი ესაა. დაფიქრდი ბენო. მელექის და ბურაკის ზრდასრულები არიან. მელექს თვალზე წრებული არ შეშრობია კერემ. გოგო საშინელ მდგომარეობაშია, შენ კი ისევ შენს დასიცავ. ძინეს არ გაგეფრთხილებინე. ჩემს გუნდს შევკრებდი. სტუმრად კი არ მოსულობ, სამუდამოდ დაუბრუნდი. რამე მოხდა? არა, როგორ ხდება ხოლმე? ჯერ დიდი წარმატება, მერე დიდი წარუმატებლობა. შენ იქ ბარში არ მუშაობდი? ამერიკა უცნაური ქვეყანაა ძმაო. ან მწერლზე ადიხარ, ან ორმოში ვარდები. ახლა რა უნდა ქნა? დას როგორ მევირჩენ? აქ უფრო დაცულად ვიქნები. რა თქმა უნდა. სხვა თუ არაფერი აქვს, სახლი გაქვს. ამის თქმა არ მინდოდა. ასე ნუ მეუბნები გულს ნუ მტკენ. თითქოს ჩემი სახლიდან გაგდებდე. ეს რა შუაშია? მე შემიძლია ახლავე წავიდე. არ მithქვამს ახლავე წადი მეთქი. რამდენი ხანიც გინდა დარჩი. მანამდე სასტუმროში დავრჩები. მერე კი რამეს მოვიფიქრებ. კიდევ რამდენ ხანს უნდა დავრჩე ეკოთ. ისედაც 2 წელია. ესეთ კარგ სახლში ცხოვრობდი. ეჩიმ დამიკეთე. იმას არავის გაუკეთებს. ახლა კი საკუთარ თავს უნდა მივხედო. არ ნერვიულობ. რაც შეიძლება მალე გადავა. ფილმი გახმოვანებული